ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვარ და ვსაუბრობთ პოლიტიკურ პარტიებთან, რა მოლოდინი აქვთ არჩევნების წინ. ჩვენი სტუმრები არიან გაერთიანებული დემოკრატებიდან დიმიტრი ლორთქიფანიძე, პატრიოტთა ალიანსიდან გოჩა თედორაძე, პატა ბურჭულაძის ფონდიდან ხათუნა ლაგაზიძე, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, რომელმაც დღეს სოციალურ ქსელში სკანდალური განცხადება გაავრცელა. მოგესალმებით ბატონებო, ქალბატონო ლალი და სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მე მინდა ლალი მოროშკინას განცხადებიდან სკანდალური განცხადებიდან ამონარიდი წავიკითხო. თუ ასე გაგრძელდა სამოქალაქო ომი გარდაუვალია. ნაციონალების სტრატეგია ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მდგომარეობიდან გამოიყვანონ ბიძინა ივანიშვილი, აიძულონ საფრანგეთში დაბრუნდეს და ჩაშალონ არჩევნები. თითიდან გამოწოვილ თემებს რა დალევს? ხან ხე, ხან უხეობა, ხან ცოცხი, ხან უცოცხობა. და აქვე წერს ქალბატონი ლალი, მშვიდობიანი მორატორიუმი გადაგვარჩენს, თორემ მერე გაციებულ ცხედრებზე ცრემლის ღვრა და ძმათა მკვლელებზე გოდება გვიან იქნება. ისტორია ამას არ გვაპატიებსო. ბატონო დიმიტრი, თქვენთან მინდა პირველი შეკითხვით გადმოვიდე. როგორ ფიქრობთ, რატომ აი თუნდაც რატომ თქვენ იზიარებთ თუ არა ლალის ამ მუხტს და რატომ არ გჯერათ პარტიების რეიტინგების? თქვენ არაერთხელ გაგიკეთებიათ ამასთან დაკავშირებით განცხადებები. რატომ ფიქრობთ, რომ ამერიკული სცენარით გირჩები, ნაციონალები, ბურჭულაძის გუნდი, ალასანიას თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები თუნდაც ახალ პოლიტიკურ რეალობას შექმნიან პარლამენტში? ანუ ბურჯანაძის გაერთიანებული დემოკრატები ვერ გადალახავთ ბარიერს თითქოს. არის თუ არა ესეთი მოლოდინი? ეს ვის გონია ქალბატონო მაგა, როგორ გადალახავთ? თქვენ გეკითხებით, გადალახავთ თუ არა? მოლოდინი ხომ არ გაქვთ ამის მეთქი? როგორ გადალახავთ მოლოდინი თუ იზიარებთ თქვენც? ჩემი ღრმა პატივისცემა ქრისტე აღსდგა პირველ ამ რეიტინგებიდან გამომდინარე თუ ფიქრობთ თქო, რომ ვერ გადალახავთ? აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მივესალმები ჩვენ სტუმრებს სტუდიაში. ქალბატონი ლალი, მე ვთვლი რომ არის ჩემი მეგობარი, ძალიან დიდ პატივისცემ მას და შესაბამისად მისი ნებისმიერი მოსაზრება არის პატივისცემის ღირსი, რა თქმა უნდა. მით უმეტეს, როდესაც საკითხი მისი შინაგანი რწმენიდან გამომდინარე ქვეყანაში მოსალოდნელ არეულობასთან არის კავშირში, თუ ვთქვათ რაღაც დრამატულად მოვლენების განვითარებასთან, თუმცა მე მაქვს ჩემი პოლიტიკური ხედვა, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს მათ შორის ქალბატონი ლალის ხედვისგანაც და ეს პირველ რიგში მდგომარეობს იმაში, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის წყავ-წყავი სხვადასხვა თემებზე აპელირება, იქნება ეს ხე, თქვათ, იქნება ეს ბოტანიკური ბაღი, იქნება ეს სოციალურ თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები და თბილისის მერიასთან მივარდნები და დაანონსება რაღაც გარკვეული საპროტესტო აქციებისა. ეს არის მთავარი საკითხებიდან აქცენტის გადატანის მცდელობა, რომელიც გათამაშებულია ქართულ ოცნებასთან. მე პირდაპირ ვამბობ და ვაცხადებ, რომ ნაციონალური მოძრაობის აღნიშნული აქტივობა, რაზეც მე ზემოთ ვისაუბრე, ეს ყველაფერი გარკვეულწილად თამაშის იმ წესებთან არის დაკავშირებული, რომელიც წინასწარ შეთანხმებულია ქართულ ოცნებასთან იმ ერთადერთი პრინციპით, რომ მათ მომავალშიც გაიყონ ძალაუფლება. და ეს არის ორპარტიული სისტემის დამკვიდრების ამერიკული მოდელი, რომელზეც არაერთხელ და არაერთგზის და არაორაზროვნად, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ხელმძღვანელობის მაღალ წარმომადგენლებსაც უსაუბრიათ და დღეს ისინი ემზადებიან, რომ ძალაუფლება გადაეცეს ნეოლიბერალურ ძალთა გაერთიანებას, ეს მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს. ამერიკული მოდელის მიხედვით მომავალი პარლამენტის ძალთა ბალანსი იმდაგვარად უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები და შესაბამისად ის ძალები, რომლებიც დღეს თქვათ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან თუ სხვადასხვა ფონდებად არიან დაფუძნებული და ერთ წამში გადაკეთდებიან პოლიტიკურ ორგანიზაციებად, შექმნან ახალი მოცემულობა უმრავლესობის სახით. იცით, მე არ ვიცი პატა ბურჭულაძეზე რატომ გაკეთდა აქცენტი თავის დროზე აირაიში ან გნებავთ NDI-ში, სადაც 75%-მდე იქნა შეფასებული ნდობის რეიტინგი ჯერ არ შემდგარი პოლიტიკოსის მიმართ. ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე ეთიკის თვალსაზრისითაც, ვინაიდან საქართველოს განვითარების ფონდი, რომელიც დააფუძნა ბატონმა პაატა ბურჭულაძემ, არ იყო დაფუძნებული პოლიტიკური მიზნებისთვის. ამის შესახებ მედიაშიც არაერთგზის დასმულა შეკითხვა. ეს ფონდი დაფუძნდა, თავიდანვე დეკლარირებული იქნა მისი, ასე ვთქვათ, დაფუძნების მიზნები, როგორც არასაარჩევნო მიზნებისთვის დაფუძნებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მასში აკუმულირებული თანხების გამჭვირვალობისა და წარმომავლობის საკითხს ექნებოდა რევიზირების სხვა რეჟიმი. თქვენ დამეთანხმებით ამას მოითხოვს ჩვენი კანონმდებლობა. და იმ პირობებში, როდესაც ადამიანს თავად არ აქვს დეკლარირებული ხმამაღლად, რომ ის მოდის პოლიტიკაში,
პოლიტიკაში და მის მიმართ პოლიტიკური ნდობის რეიტინგებს ზომავენ და თანაც 75%-იან ნიშნულამდე მე იმ წამსვე მახსენებს წინა წლებში განხორციელებულ ანალოგიურ მოქმედებებს, როგორც როცა ერთ-ერთ დაბალ რეიტინგული პარტიის ლიდერს მაგალითად 62%-ს უწერდა NDI. მე უბრალოდ კითხვას ვსვავ. სხვა ფონდებიც ხომ არსებობს, არა პოლიტიკური თუ არა, ასე ვთქვათ, საარჩევნო მიზნებისთვის შექმნილი. მაგალითად, საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდი ბატონი ლევან ვასაძე. რატომ ბატონი ლევან ვასაძის მიმართ არ გაზომეს პოლიტიკური საქმიანობისადმი ნდობის რეიტინგი? რატომ მხოლოდ და მხოლოდ ბატონი პაატა ბურჭულაძისა, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავითარი წინასწარი განცხადებები პოლიტიკაში მის მოსვლასთან დაკავშირებით მას არ გაუკეთებია. გასაგებია, დიდი მადლობა. დაგიბრუნდებით აუცილებლად. რა თქმა უნდა, საზოგადოებამაც მოისმინა ქალბატონი ხათუნას კომენტარი ამ მოსაზრებაზე, რომელსაც ვფიქრობ აქ სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ვინც არ უნდა იყოს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ელიტა, ელიტის არჩევანი არ კმარა იმისთვის, რომ გაამართლო მათი, ასე ვთქვათ, სურვილი ჩაერთო შენ პოლიტიკაში და გაზომილიქნე შენი არარსებული პოლიტიკური რეიტინგების დონეზე, მაშინ, როდესაც ხმამაღლა დეკლარირებული გაქვს არასაარჩევნო მიზნებისთვის საქველმოქმედო ფონდის შექმნა. და აპელირება იმაზე, რომ ქვეყანაში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის ფონზე ქვეყანას ჭირდება იმგვარი პოლიტიკური ძალა, რომელიც გარანტი გახდება სტაბილურობისა და რომლის თავშიც მოიაზრებს ქალბატონი ხათუნა მის ლიდერს, ვინაიდან ქალბატონი ხათუნა ამ შემთხვევაში როგორც პოლიტიკური პარტიის, არარსებული ჯერ კიდევ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი საუბრობდა, ყოველ შემთხვევაში ასე აღვიქვი მე, პაატა ბურჭულაძის სახით, მე ვფიქრობ, რომ ეს ცალკე კომენტარის საგანი უნდა გახდეს. ბატონი პაატა ბურჭულაძე არის მსოფლიო ბანი მართლაც და მისი წვლილი ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებაში არის ძალიან დიდი, მაგრამ იყო ბანი არ ნიშნავს მხოლოდ ბორის გოდუნოვის არიის შესრულებას. იყო მსოფლიო ბანი წარმომადგენელი იმ ქვეყნისა, რომელშიც წლების განმავლობაში ადამიანის სიცოცხლე ჩირად ღირდა, ადამიანებს აწამებდნენ, ასახლებდნენ, კლავდნენ, სპობდნენ, ქონებას ართმევდნენ და შენ, როგორც მსოფლიო მშვიდობის ელჩს ერთი განცხადებაც კი არ გქონდეს გაკეთებული მთელი ამ წლების განმავლობაში, მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, ასეთ ბანს პოლიტიკურ ასპარეზზე ღირსებას არ მატებს. მაპატიეთ, მე არ მინდა, რომ ჩემი გამონათქვამები აღქმული იყოს ისე, რომ თითქოს მე პოლიტიკურ პაექრობაში ვიწევდე ბატონ პაატა ბურჭულაძეს, მე ნამდვილად არ მაქვს ეს მიზნად. ბატონი პაატა ბურჭულაძე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც ქველმოქმედი შესაძლოა თავისი, ასე ვთქვათ, ფუნქციის მატარებელი ადამიანი ნამდვილად არის დასაფასებელი პიროვნება, მით უფრო როგორც მომღერალი, როგორც ბანი, მაგრამ მისი ქმედებები იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას ძალიან უჭირდა და შავი დღეები ედგა, მე უბრალოდ როგორც უფლებადამცველს და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელს, ადამიანს, რომელიც უშუალოდ ეპიცენტრში იყო მაშინ მოვლენებისა და შესაბამისად კარგად უნდა ახსოვდეს, ვის რა პოზიცია და სად ეკავა, რა თქმა უნდა, არ მახსენდება. აქედან რას გულისხმობთ, რა პოზიცია ეკავა მაშინ პაატა ბურჭულაძეს? არავითარ, სრულიად ნეიტრალური პოზიცია ეკავა და ჩვენ ქალბატონ ხათუნას უნდა მივცეთ აუცილებლად საშუალება გავხსნას პასუხი თქვენს. ამბობ ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დაგვეთანხმება, ვინაიდან ბატონი პაატა ბურჭულაძის განცხადებები არამც თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც არ გაკეთებია. თუმცა 75%-ია დაფიქსირებული მისი პროცენტი. მოდით ქალბატონ ხათუნას მივცეთ საშუალება გიპასუხოთ. ქალბატონ ხათუნა, რას უპასუხებდით ბატონ დიმიტრის რეიტინგის არის აბსურდი, ქალბატონო მაკა. მე იმიტომ მოგიყვანეთ ბატონი ლევან ვასაძის მაგალითი, რომ ასეთი ფონდები და ამ ფონდების უკან ძალიან ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი და ღვაწლი აქვს ჩეტანილი ამა თუ იმ სფეროს განვითარებაში, არის ძალიან დიდი. აი მაგალითად ქალბატონ ლალი მოროშკინასაც გაუჩნდა სრულიად სამართლიანი და საფუძვლიანი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი მის მიერ ასე ვთქვათ მის თავმჯდომარეობით არსებული ფონდის მიმართ არანაირი მოსაზრებები ამერიკული ელიტების მიმართ არ გამოთქმულა. მე ისე არ გამიგოთ, რომ NDI-ს და IRA-ს ვაკნინებდე. მინდა იცოდეთ, რომ ვაშინგტონში სათაო ოფისებში ვარ ნაყოფი NDI-შიც, IRA-შიც, გვითანამშრომლია მათთან მედია პროექტის განვითარების კუთხით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ, როდესაც საპასუხისმგებლო არჩევნები ახლოვდება ხოლმე და როდესაც
შიში უჩნდებათ ამერიკულ ელიტებს იმისა, რომ არ შეიცვალოს ეგრეთ წოდებული ძირითადი საგარეო პოლიტიკური ვექტორები, ისინი მიდიან ყველაზე უფრო გასაგებია. ბატონ დიმიტრი, ქალბატონ ხათუნას უნდა მივცეთ თავარი ფრაზა და დავასრულებ. სწორედ NDI-ის და IRA-ის კვლევები სრულ უნისონშია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლის ბატონი სტივ რასელის ბოლო დროინდელ განცხადებასთან. გახსოვთ მან აბრძანა. მან თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ კი საფრთხე დაემუქრება საქართველოს არჩევანს ევროამერიკული ასე ვთქვათ ღირებულებებისადმი ერთგულებასთან დაკავშირებით, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ უნდა გადახედოს იმ ტექნოლოგიებს, რომელიც გამოყენებული იქნა 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს და არ უნდა მოერიდოს ჩარევას იმისთვის, რომ კორექტირებული იქნეს აღნიშნული კურსიო. არ არის ეს პირდაპირი მოწოდება ძალადობრივი გზით, ასე ვთქვათ, გნებავთ კურსის შენარჩუნებისთვის, გნებავთ სათანადო სასურველი კურსით მიმართვისთვის პოლიტიკური ვექტორებისა? რა თქმა უნდა არის. და როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადების მერე აკეთებს განცხადებას ოდესიდან, რომ იგი არჩევნების შემდეგ დაბრუნდება, როდესაც NDI და IRA ქართულ პოლიტიკის ასე ვთქვათ ოპოზიციურ სპექტრში ერთად მოთამაშეს დემოკრატიულ მოძრაობას საერთოდ გაიყვანს, ასე ვთქვათ, სამოქმედო ასპარეზიდან და თქვენ იცით, რომ ჩვენ საერთოდ რადარებიდან გაგვაქრეს. ქალბატონო მაკა, განესამართლიანია. და აი ამ ფონზე ქალბატონი ხათუნა ლაგაზიძის განცხადება სწორედაც რომ მეცნო, ეს არის ერთიანი გეგმა, ამერიკული გეგმა, ის ვინც მათთან არ არის მათი გასაგებია. დიდი მადლობა. ქალბატონ ხათუნას უნდა მივცეთ საშუალება უბურჯანაძე. უკვე დიდი ხანი აღარ არის სასურველი, ასე ვთქვათ, მათი. დიდი მადლობა ბატონ დიმიტრი. დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმართველი. დიდი მადლობა ქალბატონო ხათუნა. გისმენთ თქვენ გაქვთ საშუალება უპასუხოთ ბატონ დიმიტრის ბრალდებებს. მე არ მიმაჩნია საჭირო რომ უპასუხო ადამიანის ბრალდებებს, რომ თulis რომ საქართველო უნდა იყოს რუსეთთან. ჩემთვის პასუხი ცალსახა ამ შემთხვევაში კონკრეტულად ხათუნა ლაგაზიძისთვის. ამას თქვენ ამბობთ ქალბატონო ხათუნა. მე არ მithქვამს რომ საქართველო უნდა იყოს რუსეთთან. ამას თქვენ ამბობთ. თქვენი ბოლო დროინდელი ბოლო თვეების მოღვაწეობით და თქვენი გამოსვლების მთელი პათეტიკა გახლავთ სწორედ ეს. მაშინ თუ ამბობთ სიმართლეს, მაშინ სიმართლეს. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკური ფასი უნდა განისაზღვროს მათ შორის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან პირდაპირ დიალოგის გზით. დიახ, ოკუპანტ სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა უნდა იქნეს პირდაპირ დიალოგში ჩართული საქართველოს ტერიტორიული ვასალოთ ბატონო დიმიტრი, მე გთხოვთ მივცეთ საშუალება ქალბატონ ხათუნა. ამიტომ არ გამომივლია ამ ხელა გზა, რომ თქვენ დემაგოგიას მუსმინოთ. თქვენ ბრძანებთ, რომ მე ვამბობ, რომ საქართველო უნდა იყოს რუსეთთან და დემაგოგია თუ არა ცილის წამება მით უმეტეს ყველაზე მარტივად რომ შევაფასოთ თქვენი სიტყვებიდან გამომდინარეობს ამ შემთხვევაში. მოდით მივცეთ საშუალება ქალბატონ ხათუნას მე გთხოვთ. რა არის დღეს საქართველოში? რა მდგომარეობა არის დღეს საქართველოში? ძალიან ზუსტად შეაფასა ამერიკის პოლიტიკურმა ელიტამ. ეს არის ის, რომ რუსეთი ცდილობს საპარლამენტო არჩევნების წინ მოიპოვოს მნიშვნელოვანი ფორა და მომავალი პარლამენტი დააკომპლექტოს რამდენადაც შესაძლებელი იქნება პრორუსული დეპუტაციით. თუმცა მე გარწმუნებთ, რომ ამას ახდენა არ უწევია. რაღაცა დოზით შეიძლება მოხვდნენ მომავალ პარლამენტში ძალები, ანტიდასავლური რიტორიკის მქონე ძალები, მაგრამ ასე ვთქვათ, რუსეთის სიტუაციის გადატეხვა საქართველოში ვის გულისხმობთ ქალბატონო ხათუნა? ვის გულისხმობთ ამ ძალებში? ეს არის არსებითი. რაც შეეხება იმას, სად იდგა პაატა ბურჭულაძე და სად არის? ვის გულისხმობთ ამ ძალებში, რომელიც ეხლა თქვენ ამ წუთას დაასახელეთ ქალბატონო ხათუნა? ქალბატონო მაკა, მე უნდა დავამთავრო პასუხი თქვენს კითხვაზე. გასაკვირველია. და ასევე ოპონენტის კითხვაზე. რაც შეეხება იმას, პაატა ბურჭულაძე სად იდგა და სად არის ამ წლების განმავლობაში, პაატა ბურჭულაძე არ გადამხტარა 1000 პარტიიდან კიდევ მეორე 1000 პარტიაში. ის ყოველთვის იდგა საკუთარი ხალხის გვერდით და თავისი საქმიანობით ყოველთვის ეწეოდა და აკეთებდა იმას, რაც მის ქვეყანას ჭირდებოდა. რაც შეეხება იმას, სად იდგა ის სააკაშვილის ასე ვთქვათ, ხელისუფლების ბოლო წლებში, როდესაც ოპოზიცია გაერთიანებული ძალებით იდგა
და იბრძოდა სააკაშვილის წინააღმდეგ, მე პირდაპირ პასუხობთ. ის იდგა ბიძინა ივანიშვილის გვერდით. ამოიღეთ 2011 წლიდან 2012 წლამდე არჩევნებამდე კადრები და თქვენ ამისი დადასტურების არაერთ ფოტო თუ ვიდეო ფაქტს ნახავთ. და კითხვა დაისვა ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაზე, რომელზეც ბატონ პალატას არასოდეს არ გაუკეთებია აქცენტები. არასდროს. ქალბატონო მაკა, ელემენტარულად, როდესაც იწვევთ რესპონდენტებს, აიძულეთ რომ კულტურისა და დილობის ფარგლებში ჩაეტვენ. მე არ ვაპირებ ორ ხმაში სიმღერას აქ. ბატონო დიმიტრი, მე გამაცადეთ პასუხი, მე არავის არ ვაწყვეტინებ საუბარს. კარგი, დიახ, გისმენთ ქალბატონო ხათუნა, ბატონო დიმიტრი, უკაცრავად მოდით ვაცალოთ ქალბატონ ხათუნას გაგცეს პასუხი. უნდა ვიცოდე მე როდესაც მოვდივარ დებატების ფორმატისთვის არის სპექტრი პოლიტიკური ჯერ ერთი მე ამ შემთხვევაში არა ვარ პოლიტიკოსი და არ წარმოვადგენ პოლიტიკურ პარტიას ამიტომ არანაირად არ ვარ ვალდებული დავждე პოლიტიკოსებთან დებატებში მე ჩემი ფონდის პოზიცია დაგიფიქსირეთ რა კითხვაც გაინტერესებდათ ამაზე პასუხი მე მგონი ამომწურავი გაგეცით ამას ადასტურებს საქართველოს მოსახლეობაც და ის ქვეყნებიც რომლებიც დღეს საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ რუსეთისგან განსხვავებით და თუ ვინმე დღეს ფიქრობს რომ რუსეთი ოდესმე შეიძლება იყოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საქართველოს უსაფრთხოების ან თუნდაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი სულ მცირე ბრიყვია და მაქსიმუმ არის ამ ქვეყნის მოღალატე ეს არის ჩემი პასუხი მე გავდივარ ეთერიდან ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ხათუნა ხათუნა ლაგაზიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონო დიმიტრი მე გთხოვ სახით შევაფასოთ კითხვებზე პასუხი მე გთხოვთ არა ბატონო დიმიტრი ბატონ გოჩა თევდორაძეს უნდა მივცე უფლება საშუალება რომ გამოხვა საზრით და შემდეგ გადადით სხვა რესპონდენტთან იმიტომ რომ უშუალოდ ჩემსა და ქალბატონ ხათუნას შორის დიალოგს ეხებოდა ეს თემა მე არ შემილია არ გამოვეხმაურო ძალიან მწუხარ რომ ქალბატონ ხათუნას იმ წამსვე ნერვები ეშლება ხოლმე როდესაც საქმე ეხება ზოგიერთ საკითხს რომელიც დაკავშირებულია ბატონი პაატა ბურჭულაძის წარსულ საქმიანობასთან ალბათ მას შემდეგ რაც ესენი ოფიციალურად პოლიტიკაში შემოვლენ ამასთან დაკავშირებით ღიათ ისაუბრებენ და მოუწევთ ამასთან დაკავშირებით ოპონირების რეჟიმში პოლიტიკური პასუხების გაცემაც რაც შეეხება იმ საკითხს რომ დიახაც გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა არ მისდევს მარიონეტული ასე ვთქვათ პოლიტიკის მიმართულებას დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი ფსევდო ლიბერალური ღირებულების პრო დასავლური ღირებულების პოლიტიკური პარტიები ერთგულების ფიცით ჩადიან ვაშინგტონში ჩამოდიან ვაშინგტონიდან და მხოლოდ იქიდან ხედავენ მზის ამოსვლის პერსპექტივას ქვეყნის დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უნდა გადაწყდეს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ფარგლებში დიდი მადლობა ეს არის ის მოცემულობა რომელსაც ეთანხმება ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი კარგი დიდი მადლობა ეს აისახება კიდეც 8 დეკემბრის უბრალოდ 8 ოქტომბრის არჩევნებში ბატონო დიმიტრი დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი